ამ ვიდეოში განვიხილოთ ახალი Lexus NX-ი, რომელიც არის ჩვენ შეძენილი ამერიკაში, ჩამოსულია უკვე საქართველოში, დაგათვალიერებინებთ დაზიანებას, შევაფასებთ დაზიანების ხარჯებს, მოვყვები ზოგადად ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ამ მიხედვით შემახს გამოიწერთ და ლაიქებთ ვიდეოს და დავიწყოთ. ჩვენ მიერ შეძენილი Lexus NX-ი 2022 წლიანი, რომელიც უკვე ჩამოვიდა და ავტომ ჩამოგვიყვანა ავტო სერვისში. და ეს ელანტრაც მოგვიყვანა ამავდროულად გასაკეთებლად. ეს ავტომობილი ჩვენ შეძენილი არ არის. რაც თავარი ავტომობილის დაზიანება. უკანა მარცხენა ფრთაშია, ჩანს კიდევაც. ვფიქრობ, გაკეთებადიც მოჭრადიც არის, მაგას უკვე პატრონი გადაწყდავს, მაგრამ მე პირადად გაკეთება მერჩევნია. ბამპერი არის დაზიანებული, აი აქ ინტერესებს. ამის პირი ცუდად არ არის ძალიან. შეიძლება ბამპერიც აღდგეს. დიფუზორი ნორმალურ მდგომარეობაშია, საბარგული არ არის გაფუჭებული, ძალიან კარგია და შიდა მხარე. შიგნით კი ბატონო არის დაზიანებული, მაგრამ საგანგაშო არაფერი. აქ აყენია BCM, ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონის სენსორი. ავტომობილი არის Airbag გაუხსნელი, F-Sport-ია, ესეთი კომბინირებული სალონით. ჩამოვიყვანთ Lexus-ი ევაკუატორიდან, ზეთი წყალი შემოწმებულია, როდესაც ავტომობილის სპორტში და თავისუფლად აყავს ავტომობილები ევაკუატორზე, იქ მოწმდება ავტომობილის სითხეები, ესე ვთქვათ. რაც შეეხება ავტომობილის ევაკუატორიდან ჩამოყვანას, უნდა უყუროთ მარჯვენა სარკეში, უკანა ხედვის კამერაში, მარცხენა სარკეში, უსაფრთხოების გამო მაინც მხოლოდ უსმენთ ევაკუატორის მძღოლს. მშვიდობიანად ჩამოვიყვანეთ ავტომობილი ევაკუატორიდან, ეხა უკვე სტანდარტულ პროცესს ჩაუტარებთ, რასაც ყველა ახალ ჩამოსულ ავტომობილს უკეთებთ ჩვენ ავტოსერვისში. F-Sport-ი ძალიან ლამაზია, თან შავი-შავში მე პირადად მომწონს. ასევე დავთვალიეროთ ავტომობილი ამერიკაში რა მდგომარეობაში იყო, როგორ შევიძინეთ და თანხებზეც ვისაუბროთ, რა დაჯდა აქამდე რა გადავიხადეთ ადგილზე და ასე შემდეგ. დღე მეორე დავთვალიეროთ უკვე ავტომობილის დაზიანება, ასევე ამერიკაში როგორ შევიძინეთ, ეგაც ვნახოთ და აღდგენის ხარჯებიც დავითვალოთ. ავტომობილს რაც შეეხება დაზიანება, უკანა მარცხენა ფრთაში ეს გუშინაც განახეთ, ფრთარი გაფუჭებული. ამას მე პირადად გავაკეთებინებთ, დავაყენებდი ორიგინალ ეგრეთ წოდებულ სალასკას, ბამპერი ადგენადია, ფუჭებული არის აქ, აი ეს არის კიდე გაფუჭებული, მაგრამ ვფიქრობ აღდგენადია. დიფუზორს რაც შეეხება, დიფუზორიც გაკეთებადია, ბამპერის ფასი ზედა ნაწილის არის დაახლოებით $350, დაახლოებით მაქვს საუბარი. სტოპის ფასი არის $450 დაახლოებით, სალასკა არის სადაც $60-80. BCM გვაქვს ავტომობილს. რაღაც ნაწილები ჩამოყვა. ძირითადი არის შიდა აი ეს პლასმასები, ეს ეგრეთ წოდებული პატლინკი მოხსნეს გუშინ ბიჭებმა. ასევე სტოპიც არის, მაგრამ სტოპი არის გატეხილი. აი ეს დეტალია კიდე. ვითომ არაფერი, მაგრამ მე შოვნაზე რო დგება, საქმე ეგაც, აი აქ დგება, ეს პლასმასი აქ დგება ამაზე და მეტი არის დინამიკია, ეს უკვე შიდა სალონის ამბებია. გარე ვიზუალური იდეაში ყველაფერი ზედა აქ, რაც კი დაზიანებულია. საბარგული არ არის დაზიანებული, რაც ძალიან კარგია. ყველაფერი არის თავის ადგილას. სტოპიც გადარჩენილია. შიდა მხარეს რაც შეეხება, ელექტროობა თავის ადგილას არის. აი ეს ადგილი არის გამოსაჭრელი. ისევ გავიმეორებ ამის მოჭრას, მე პირადად აღვადგენდი ამას უკვე. მე პატრონი გადაწყვიტავს, მაგრამ მე ესე მოგიცავთ. ეხლა შევიდეთ შიგნით და ამერიკაში როგორ შევიძინეთ, ეგ ვნახოთ. ესეც ამერიკის გაყიდვის სურათები. როგორც იყო, ეგეთივეა ჩამოსული. ფასი გადავხედეთ 21600, ისე ვიტყვი რომ Airbag გაუხსნელია, კომბინირებული სალონით, F-Sport-ი ავტომობილი, პატარა მონიტორი აქვს, გარბენი 45000 მილი, 2 და 4 არის ტურბინირებული ძრავით. დავაკვირდეთ დაზიანებას ამერიკაში. ზუსტად იგივე მდგომარეობაშია, როგორც არის ჩამოსული. ფრთა გაფუჭებულია, ბამპერი ჩანს აქედან, რომ ცუდ მდგომარეობაში არ არის. საბარგულიც ჩანდა, რომ დაუზიანებელი იყო. აი ზუსტად ისეა ეხაც ავტომობილი როგორც იყო ამერიკაში. ავტომობილის ფასი საქართველოსამდე დაახლოებით არის $25500. რაც შეეხება აღდგენას. ჩემი დათვლებით ამ მანქანას როგორც ნაწილები ჭირდება სტოპი, აი აქ მაქვს ჩამოწერილი, რომლის ფასიც არის $450, სალასკა ორიგინალი $70 და კრილოს მოლდინგი. ეს დეტალი, აი აქ რაც არის პლასმასი. დანარჩენი ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის აღდგენადი. ნაწილები რაც ახლა ჩამოწერე, გამოვიდა დაახლოებით $600, მაგრამ
მივიდეთ ხა მანქანასთან და გავიაროთ კიდევ ერთხელ. როდესაც ავტომობილი ამერიკიდან ჩამოგვივა, ამ ბამპერს ჭირდება ხელოსანი, ეგრეთ წოდებული პლასმასში. ასევე ჭირდება ხელოსანი, რომელიც ამ ბამპერს მოხსნის. მოლდინგი. აი ეს დეტალია, სალასკა არის აი ეს. ასევე კარების მოლდინგი. ეს არის გაფუჭებული. ეს ჩამოყვა, მაგრამ ეს რო ჩამოყვა, გაკეთება ჭირდება და მიმაგრება. დანარჩენი წინიდან. აი ეს ბამპერი სანახავია უშუალოდ აწყობისას და კარგად გარეცხვის შემდგომ რა მდგომარეობაში იქნება. ავტომობილი არის აშკარად შავი, ეგრეთ წოდებული 040 საღებავია. მე პირადად შევღებავდი უკანა ფრთას. ეს რა თქმა უნდა შპაკში ჩაჯდებოდა. საბარგულზე პერეხოდით არ გადავიდოდი არც ერთ შემთხვევაში, არც კარებზე არ გადავიდოდი. მირჩევნია რომ სამღებროში გადავიხადო ისეთი ფასი, აი მაგალითად ერთ ნაჭერში 500 ლარი, ვიდრე პერეხოდით გადავიდე საბარგულზე და კარებზე. არის ფერები, რომელიც იხთხოვს პერეხოს და სხვა გზა არ არის. ეს ფერებია, თქვა, მაზდას წითელი, მარგალიტი არის ძალიან რთულად დასასმელი ფერი და არის ესეთი ფერები, რომელიც გვინდა არ გვინდა პერეხოც ითხოვს. ამ შემთხვევაში და მით უმეტეს შავის შემთხვევაში არსებობს შავებშიც ბევრი ფერია. ესე არ არის რომ შავია და შავია, აბა პერეხოთი ზოგადად არის გადასვლა. საღებავი გადადის, თქვა ესე ლაქში ჯდება მთლიანი საბარგული. შევღებავდი მე პირადად მარცხენა ფრთას, უკანა ბამპერს, ესე იგი შეღებვით შევღებავდი ორ დეტალს, მაგრამ ორი დეტალის გარდა აქაც სამუშაო არის. აი ესაც იდეაში ცალკეა და ესაც დასამუშავებელია. რადგან კრილო ესაა და ამაზე მიბმულია ეს დეტალი, იმას ანიშნავს, რომ ერთი და იგივე ფასში მოდი ორივე გამიკეთე. ასევე ნაწილებში უნდა ჩავთვალო საბარგულის შიდა მხარეს. რომელიმე დეტალი შეიძლება აკეთდეს. ეხა ეს ავტომობილი მე პატრონი ყავს და არ მინდა ესე ღრმად ქექვა, მაგრამ რაღაც ნაწილი უნდა გჭირდეს შიდა მხარესაც, ისაც გარკვეულ თანხაღირს. რაც შეეხება BCM-ს, დარიზონის სენსორი, რომელიც აი ამ ადგილას აყენია, ეგ დევს მანქანაში. ეგაც ძალიან კარგია. ნაწილები, რაც ჩამოვწერე, გამოვიდა $600 ეს რაც ჩანს. ამას მე უმატებდი უმარტივესად პლუს $400. $1000 ნაწილებს ვიტყოდი. დანარჩენი დეტალები აღდგენადია. $1000 ნაწილებს უნდა დავუმატოთ უკვე ხელობა პლასმასის, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია რა, რომელი ხელოსანი რა ფასში აკეთებს, მაგრამ პლუს მინუს 300 ლარამდე ვიტყოდი. პლასმასის ხელოსანი, ესე ვთქვათ, რომ უკანა ბამპერი მოაწესრიგოს, მოლდინგი გვერდა კარები, რომელიც აისაც ჩამოყვა ავტომობილის, ისაც გასკეთებელია, პლუს მინუს ესე ვიტყოდი. შეღებვაზე წეღა როგორც თქვი, ავდგავდი და გადავიხდიდი, აი კარგად გადავიხდიდი, იმიტომ რომ მანქანა არის ახალი, მანქანა არის კარგი, არსებობს მანქანები, რომელსაც ეკუთვნის კარგად გაკეთება. არსებობს მანქანის დაზიანებები, რომელსაც ესე ვთქვათ, არ ეკუთვნის და იქ ტაივანსაც თუ რას დავაყენებთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მანქანა უკვე ვერ არის ესეთი საღი ჯამთელი, რომ იმ მანქანაზე დახარჯება ღირდეს, ესე რომ ვთქვათ. შეღებვას ვიტყოდი, შეიძლება ვიღაც ეძვიროს, მაგრამ $500 ვიტყოდი ერთ ნაჭერში. 1500 ლარი დაახლოებით სამღებროს ამბავი. ამ ყველაფერს ემატება დაშლა, აწყობა. პლასმას და დაშლა აწყობას ერთიანად ვიტყოდი, დაახლოებით ესე $600 რა ესე რომ ვთქვათ. და თუნუქსაც შევაფასებდი. მე ჩემი აი ოდღა ვარ და უბრალოდ ესე რომ ვთქვათ, ესე ვითვლი რა, სადაც $1200 ვიტყოდი თუნუქს. დავიანგარიშოთ ახლა ეს თანხები. 1500 მივუმატოთ 600, მივუმატოთ 1200. გამოვიდა 3300 ლარი. გავყოთ 2.7-ზე, გამოვიდა $1250 ხელობა. $1250 ვფიქრობ, რომ აი უშუალოდ ეს ხელობის ამბავი დაშლა აწყობა სამღებრო სათუნუქე თლიანობაში მოგვარდებოდა. ამას დავუმატებდი მე პირადად $1000 ნაწილებს, ამას კიდე მივუმატებდი გაუთვალისწინებელ $250, გამოვიდოდა $2550. თავი ბოლო, ჩემი აზრით, ამ ავტომობილის აღდგენა ზეთის შეცვლაზე არ მაქვს საუბარი, აი ვიზუალური მოწესრიგება, ესე რომ ვთქვათ, $2500 ვიტყოდი. კიდე გავბერავდი, იმიტომ რომ ავტომობილი ახალია 2500-დან $2700-მდე. ეს ვიზუალური აღდგენა. ამას ემატება შემდგომ უკვე ზეთის შეცვლა, ჰაერის ფილტრის შეცვლა, სალონის ფილტრის შეცვლა, თავი ბოლო ვიტყოდი $3000, რომ ამ ავტომობილს $3000 დაჭირდებოდა ასაღდგენად. ეს $3000 არის თეორიული. პრაქტიკაზე რომ მიადგები და რა გამოდის? კონკრეტულად ეს ავტომობილი, რომელიც დაახლოებით $25500 ზის საქართველოსთან და მივუმატოთ $3000, გამოვიდა $28500.
ამ ყველაფერს ავდგებოდა კიდე $500 ზევიდან დავამატებდი, ქიმწმენდა, პოლირება $29,000 უხეში დათვლით, როდესაც ავტომობილი ეგრე ქონა დათვლილი ჩვენც. როდესაც ავტომობილი ამერიკაში შევიძინეთ, გამოდის ის, რომ $29,000 ჯდება აღდგენილი. გადავხედოთ MyAutos-ით. დეტალურად არ შევა, არ კოდების შემოწმებას არ დავიწყებ. $36,000, $30,800, 35, 35 და 5, 35, 22, ლურჯი ფერი 36, 31, 32. რაც შეეხება მომგებიანი არის თუ არა ზოგადად ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანას. რა თქმა უნდა მომგებიანია. აქ არის გასათვალისწინებელი ერთი ესეთი მომენტი, როდესაც ბიუჯეტი იზრდება, რაც უფრო დიდ ბიუჯეტი არ მანქანაზე გვაქვს საუბარი, დაზოგვასაც უფრო მეც ვაკეთებთ. ეგ რა თქმა უნდა. დაბალ ბიუჯეტზე 7,000, 6,000, 8,000 და რაღაც ხრი იმასაც ვიწყოთ 10,000-ზე, მაგ დროს ჩემი აზრი არის ის, რომ ამერიკიდან ჩამოყვანის დროს უნდა ვიყოთ ორიენტირებული ავტომობილის ხარისხზე. შეიძლება $10,000-იანი ავტომობილი საქართველოში მიხვიდეთ, ნახოთ იგივე ავტომობილი $10,000-ში. არის ამავდროულად ისაც, რომ ამერიკიდან ჩამოიყვანო ავტომობილი დაგიჯდეს $10,000, ამავდროულად საქართველოში $10,000 ყიდეს, მაგრამ იქ უკვე ხარისხი მიიღოთ. ბიუჯეტი იზრდება, იქ ხარისხიც უფრო უკეთესია და ამავდროულად ფასის სხვაობაც უფრო მეტია. ესე არის. კი ბატონო, გასაგებია ეს ყველაფერი, კარგი ამერიკიდან ჩამოყვანა, მაგრამ ამ თემაზე ცალკე ვიდეოს გადაღების სურვილიც მაქვს და ვფიქრობ, რომ გადავიღებ. მაგრამ აქაც ვიტყვით, ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანას აქვს თავისი რისკები, არის დროში გაწერილი, არის ნერვებთან დაკავშირებული ეს გაკეთების პროცესი, იქ როგორი ხელოსანი შეხვდება და ასე შემდეგ. თავი ბოლო, რა თქმა უნდა, ამერიკიდან ჩამოყვანა არის მომგებიანი პროცესი, ფინანსურადაც ხარისხობრივადაც უბრალოდ ამ ყველაფრის რეალურად შეფასებაა საჭირო. ცალკე ვიდეოს ჩავწერ, სადაც იქნება ზოგადად თავიდან დაწყებული, რომ ავტოიმპორტში და ავტო ლოჯისტიკა როგორ მუშაობს, მაგაზე ვისაუბრებ და ამავდროულად იმაზეც ვისაუბრებ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული და რაღაც გარკვეული X ბიუჯეტებიც განვიხილოთ. ოღონდ ეს ყველაფერი არის თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ძალიან განსხვავებულიც არის ამავდროულად. მანქანის ხარისხს უწევთ და ბიუჯეტიც ქვევით მოდის, მანქანის ხარისხს ზევით უწევთ და ბიუჯეტი ზევით მიდის. ჩემი აზრით პლუს-მინუს NX-ი 2022-იანი ახალი $28,000-30,000-ში ტრიალებს ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანის შემთხვევაში. გამიხარდებათ თუ შემარხს გამოიწერთ და ამ ვიდეომ რამე ინფორმაცია თუ მოგცა, გამიხარდებათ. მადლობას გიხდით აქტიურობისთვის და ჩემი ვიდეოს ყურებისთვის.